მოგესალმებით მაყურებელს, მადლობა მერაბ მოწვევისათვის. ეს არის უმძიმესი ფაქტი და ძალიან მძიმე სანახავი იყო გუშინ, რაც ვიხიდეთ ტელევიზიით. პირველ რიგში მადლობა მინდა გადაუხადო გამბედაობისათვის თქვენ კოლეგებს, ჟურნალისტებს, როგორც აღმოჩნდა ჟურნალისტებს გადაუღეთ აღნიშნული ფაქტი, რამაც უზრუნველყო ერთის მხრივ დარწმუნებული ვარ ამ ადამიანის ამ შემთხვევაში შემდგომში მომავალი, ამ შემთხვევაში იქიდან გამომდინარე რომ მე სხვანაირად ვერ უშვებ ამის მჯერა რომ ეს ადამიანი დღეს საპატიმროში იქნებოდა და პირიქით ის დაკავებული ადამიანები ამ შემთხვევაში დიდი ალბათობით დაზარებული სტატუსით იქნებოდნენ აღჭურვილები, ხო? აქედან გამომდინარე, ეხლა როდესაც საუბრობთ ჩვენ ფაქტზე, უყურეთ მერაბ რეაქციად ყურადღება, უმძიმესია ფაქტი, როდესაც 10-ზე მეტი ადამიანი ერთ ადამიანს ურტყამს და წაქცეულს და წარმოუდგენელი სისასტიკე, მაგრამ შემდგომ რომ აცნობიერებ, რომ ეს ადამიანების ჯგუფი არიან პოლიციელები ჯგუფურად, რომლებიც ერთ დაკავებულ საკუთარ მოქალაქეს უსწორდებიან, ხომ წარმოგიდგენიათ რა უმძიმესი ფაქტია და მოდი დავსვათ მერაბ კითხვა. ჩდება თუ არა კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის სისტემური ხასიათის, ვინაიდან, როდესაც თავზე ხელაღებულად იქცევით, დღისით მზისით, აქვს თუ არა ამ ადამიანებს, მოდი დავსვათ კითხვა, დაუსჯელობის განცდა, რომ მათ არავინ შეეხება და შემდეგ ვიკითხვა მერაბ, რასაც თქვით და გავიმეორებ, ხო? რომ არა ჟურნალისტების ქმედება ამ შემთხვევაში. რაც არ უნდა ჩვენება მიეცა დაზარალებულს და მსხვერპლს, გაითვალისწინებდა თუ არა მერაბ ვინმე? თქმა უნდა, და ამაზე არის, მე საუბრობ თქვენ კი არ გსვამთ. მაყურებელს თუ ვინმე საერთოდ ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვა დარჩა, მოდი დავუსვათ კითხვა და გასცეს ამას პასუხი ხალხო. ეს ხო წარმოუდგენელი რამ არის. მეორე საკითხი მერაბ. როგორც მოქმედება ამ შემთხვევაში არის დანაშაული, ასე უმოქმედობაც არის დანაშაული, როდესაც დანაშაულს ეხება საქმე. ჩვენ ხედავთ იქ 10 იყო, 12 მონაწილეობდა უშუალო ძალადობაში თუ ასე შემდეგ, ჩვენ ხედავთ რომ ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა ფიზიკურად ამ ადამიანის ამ შემთხვევაში წამებაში, ცემაში და ასე შემდეგ. მაგრამ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის ვალდებულება რა არის მერაბ? თუ თვითონ ამ შემთხვევაში იქ ვინმე 10-დან, თუ 15-დან, თუ 20-დან უშუალოდ ფიზიკურად არ დაარტყა ერთმა ან ორმა ადამიანმა, მისი მოვალეობა არის რომ აღკვეთოს ეს ქმედება. და მიიღოს ყველანაირი ზომა რომ აღკვეთოს ქმედება. ამ შემთხვევაში უმოქმედობას დანაშაულია. აქ შეფასება უნდა მიეცეს ყველა თითოეული მათგანის ქმედებას, როგორც მოქმედებას დანაშაულებრივს, ასევე დანაშაულებრივ უმოქმედობას. აი ამაზეა მერაბ საუბარი. ახლა ჩვენ საუბრობთ მერაბ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანი კონკრეტულად, როდესაც ნაცემი არის, ხო? ხედავდით რომ ადვოკატი გვეუბნებოდა ახლა რომ ვერსიებზე მიდიოდა წინასწარ საუბარი, არც კი იცოდნენ რა ვერსია განებეთიარებიათ. ეს ხო უმძიმესი ფაქტია თვითონ, ყური წარმოიდგინეთ, ადვოკატი გვეუბნება რომ ცივი არაღისკენ, დანისკენ. გუშინ ეგ თქვეს, რომ ხო, შეიძლება მე გამომჩა, შეიძლება მე გამომჩა და დანაქონდა, ანუ დანის ვერსია განავითარეს. ახლა შემდგომ გადმოვიდა საუბარი ქვაზე. ახლა უნდა დაისვას კითხვა. ის მაღალჩინოსანი თუ დაბალჩინოსანი პოლიციის წარმომადგენელი, რომელიც საუბრობდა დანასთან დაკავშირებით. დაიკითხა თუ არა? დაესვა თუ არა კითხვა? რატო გაავრცელა ეს ინფორმაცია? საიდან ქონდა ინფორმაცია რომ დანა ქონდა? უშუალოდ ნახა თუ არა? და ქონდა თუ არა და ბუნებრივი ლეგიტიმური კითხვა, ხო? იდიოტა თუ არა საქმის ფაბრიკაცია? საიდან გაშთა შემდეგ ქვა? დანა რატომ ჩაანაცვლა ქვა ამ შემთხვევაში? დანას შეიძლება ანაბეჭდები ჭირდებოდა, ხო, იმას რომ ამოიღებდნენ და თელი დნმ-ის ყველა. ეძებე ახლა ქვა იმ რიყეზე, რაც ბევრი ქვები იყო იქო მე მგონი, ხო? აი ამაზე გვაქვს საქმე და ამასთან დაკავშირებით და შემდგომი სისტემურობა. ბუნებრივია, როდესაც მერაბ ჩვენ საუბრობთ და მიაქციეთ ყურადღება, რომ ამ ადამიანებს აქვთ დაუსჯელობის განცდა. წინააღმდეგ შემთხვევაში აქ ერთი ადამიანის ქმედებაზე ხო არა საუბარი, ორი ადამიანის ქმედებაზე ხო არა საუბარი. ჯგუფურად წარმოუდგენელ ძალადობაზეა ხალხო საუბარი, ხო? ანუ ეს ამ ადამიანებში იქნება განცდა რომ მოსულა და ეს არაერთი შეიძლება იყოს. და მეორე ჯგუფი აღარა დავასრულებ. სისტემურობაზე როდესაც საუბრობ და დღეს გამოდიან თქვენ თქვით, რომ აი თურმე ირეაგირეს. უკაცრავად, მაგრამ ასეულობითაა თითქმის 10-ულობით და 100-ზე მეტი ფაქტია
სადაც ხალხი დაზარალებულადაა ცნობილი და საქმეები არაა გამოძიებული. მე გეტყვით, დავით კაცარავას სახის ძულების დამტვრევა, ჩვენ კარგად ვიცით, ხო, დალეწეს ადამიანი, დააკავეს დალეწეს. გვაცრავდა ვინც ემა, ვინ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ვინ დალეწა. მეორე, ალეკო ელისაშვილის ფაქტი მინდა. გითხრათ, რომელიც როგორც ახსოვს, სახელმწიფო კანცელარიის წინ დააკავეს და ნაცემ ნაბეგვი ადამიანი გამოუშვეს გარეთ. კიდევ ერთს გეტყვით, მერაბ, ეს ხო ფაქტია რა, ამასთან დაკავშირებით და ახლა გამოდიან და თურმე არა აქ სისტემურობაზე უკითხებიც არ უნდა დავსვათო, კაცო. რას ლაპარაკობ? მეორე საკითხი, მერაბ, თქვენ გემახსოვრებათ გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, როდესაც საპროტესტო აქციები იმართებოდა, ახალგაზრდებს თამარ მეფის ხიდის მხრიდან ავტომობილები მოადგა, გადმოვიდა პიროვნებები, სცემეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შემდგომ საგამოძიებო ჟურნალისტიკის შედეგად თორთები ნოდარ მელაძის და სხვა შეიძლება თქვენ სახელმწიფო და შეშეგო აჩვენეს მანქანის ნომრები და სავარაუდო მოძალადეთა ლეონიძის ქუჩაზე პირდაპირ ტრანსის გეტყვით, მიყვებით რამდენი ვთქვათ, ხო? მიყვებით სავარაუდო მოძალადეთა სახელი და გვარები. ეჭვიზეც იყო, ხო? სად არის სამართლებრივი რეაგირება? შემდგომ პირველი ჟურნალისტებს გაუსწორდნენ და ნუ არ ვიცი, სასწაულებრივად გადარჩა, ხო? სასწაულებრივად გადარჩა ჟურნალისტი და ოპერატორი, ასევე მარიამ გაფრინდაშვილი. ნუ რომელი ერთი ვთქვათ, მერა, რომელი ერთი თქვა და სად არის ეს გამოძიების შედეგები? აბა გვითხრათ. ხო, ფაქტებში ზოგი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. სატელევიზიო კადრები არსებობს, მაგრამ შედეგი რა? შედეგი არაფერი არა. აქედან გამომდინარე, მე მინდა ვთქვა, რომ ზოგადად როგორც დანაშაული ასევე როგორც უშუალო დანაშაულის ჩადენა წაქეზება დაკვეთა და ასე შემდგომ დამკვეთი თუ ყავს დანაშაულს ზოგადად ასევე დანაშაულის არ გახსნათ განზრახ და ხელის დაფარებად განზრახ ამ შემთხვევაში სამსახურული უფლებამოსილების არ შესრულება ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ამას მინდა მივაქციოთ ყურადღება იმიტომ რომ მოვადრო და ყველა აგებს ამასთან დაკავშირებით პასუხს ეს არის წარმოუდგენელი ეს არის წარმოუდგენელი ფაქტი და ახლა შეეხება და თავარ საკითხ წამების კიდევ ერთ ფაქტი თავად გამოგჩა გუშინ ეს კაცი რომელიც გლდანის სამმართველოში მოკვდა შარშანი იყო თუ შემდგომ შარშანი იყო თუ გახსოვთ მერიის თანაშმული ყაყიტაშვილი არ ვიცი გახსოვთ თუ არა ეს ფაქტი და გახმოვებული ფაქტი იყო მეგობარი იქაც უბრალოდ კადრები არა გვაქვს მაგრამ მეგობრის ჩვენება გვაქვს რომელიც ყვებოდა მედიასა რომ მეორე ოთახიდან გლდანის პოლიციიდან მესმოდა განწირული ყივილი ჩაიმეზობლის და ეს ბიჭი დაიღუპა ანუ პოლიციაში ნაცემი ადამიანი მოკვდა და ამაზე რეაგირება არავის არ აქვს ოპოზიციამაც კი რატომღაც დაივიწყე ეს საქმე და საერთოდ აქ სიკვდილით დასრულდა აი ახლა ბატონი ყაყიტაშვილის რამოდენიმე თვის უკან თბილის დასუფთავების სამსახურში მუშაობდა და რამოდენიმე თვის უკან მე რა ახალგაზრდა ბავშვი რომელიც დააკავეს თქვენ გემახსოვრებათ შემდგომ ტელეფონით ჰქონდა მისი ამ შემთხვევაში მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტი ჩაწერილი და იძულებული შეიქმნენ ანუ რაზეა საუბარი რომ ემოქმედათ ანუ რაზეა საუბარი თუ ვიდეო მტკიცებულება არ არის, რომელსაც უტყუარობის, ნუ 100%-იანი არის, გარანტიით, ხო, უტყუარობის, რომელსაც ხედავ პირდაპირ, ხო? თუ ეს არ არის მტკიცებულება, ხო, გარანტია ეს ამ შემთხვევაში ადამიანს არ აქვს, გამოდის რომ მან თავი დაიცვას. ეს ერთი. მეორე და მთავარი ფაქტი აქ რაც შეეხება, ხო, დაწყებულ გამოძიებას. ჩვენ ხედავთ მერაბ რომ აყენებდნენ შეურაცხყოფას. ძალადობდნენ და ძალადობის და არაადამიანური მოპყრობის და წამენებასთან გათანაბრებული ქმედების არაერთ ადგილას იყო და არაერთი ეპიზოდი იყო. ეს იყო ჩვეულებრივად ერთ წამში ან ერთ ნახევარწუთში დასრულებული ეპიზოდი ხო არ იყო. ამ ადამიანს მიესევოდნენ, პირდაპირ ათრევდნენ, რასაც ქვია, ხო უყურებდით არა ადამიანს, რასაც უკეთებდნენ. ახლა უნდა დაისვას კითხვა ეს შეფასება ჯგუფური დავასრულებ ეს შეფასება საბოლოოა ამ შემთხვევაში ბრალთან დაკავშირებით თუ მსჯელობს ამას უნდა გაცეს პროკურატურამ პირველ რიგში პასუხი ნუ პროკურატურა პასუხისგებელი ამ ყველაფერზე პროკურატურა ზედამხედველი გამოძიებაზე მსჯელობს თუ არა რომ შემადგენლობა შეიძლება იყოს წამების ამ შემთხვევაში რაცაც ჩვენ ვუყურებთ ამასთან დაკავშირებით მსჯელობენ თუ არა და თუ მსჯელობენ მიიღეს თუ არა საბოლოო გადაწყვეტილება და რას ეუნებიან საზოგადოებას, რას ეუნებიან დაზარალებულს ამ შემთხვევაში. აი ეს არის და მე რა მთავარი რაც არის, რაც გუშინ ვნახეთ, ეს ამაზრზენი ფაქტი. ჩემში ამან გამოიწვია და მე მგონი საზოგადოებაშიც ახმა რომ ამ ადამიანებს ქონდათ დაუსჯელობის სრული განცდა. რომ არა, მათთვის მოულოდნელად
გადაღებული ეს კადრები, რომლებიც ჟურნალისტებმა შემთხვევით გადაიგებენ. ინციდენტი იქ ხო არ მოხდა. თავარი რა არის? სხვაგან ყავთ წაყვანილი და თავგასულობის ხარისხი, თავხედობის ხარისხი. მინდა შევაფასოთ, რომ დღისით ძისით არც მოერიდნენ. დღისით ძისით არც მოერიდნენ. ხო, უბრალოდ დაფარებულში დაიყვანეს მათ. თავგასულობა ერთი და ორი ადამიანის ხომ არ არის, კაცო? ჯგუფურად მთელი პოლიციის წარმომადგენლობა იქ რასაც უყურებდით. მისეული იყო ამ ხალხზე, ხო? ზოგი ძალადობდა, ზოგი საერთოდ ხელსაც არ უშლიდა. რაც ესეც დანაშაულია ამ შემთხვევაში. ეს აჩენს ზუსტად განცდას იმისას, რომ ეს არის ამ შემთხვევაში სისტემური ქმედება და მათ არ ქონდათ არანაირად იმის ფიქრიც კი რომ ისინი დაიჯებოდნენ თუ დაზარალებული მოითხოვდა გამოძიების დაწყებას, განაცხადებდა და ობიექტური გამოძიების ჩატარებას მოითხოვდა. იმიტომ რომ მათ განცდაც არ ქონდათ რომ ვინმე უღებდა და ამის კადრები არსებობდა. აი ამაზეა საუბარი. ხო, კი ბატონო, და სწორედ ამას ვამბობ, რომ წაიყვანეს თან ადამიანი, ხა იქ არ მომხდარა ინციდენტი, მანქანით გადაადგილდება პოლიცია, როცა ინციდენტი მოხდა, ანუ დააკავეს გვერდზე გაიყვანეს, რომ ოფარებულში ეცემათ, უბრალოდ არ გაუმართლეთ იმაში, რომ კორპუსიდან კორპუსში ჟურნალისტი ცხოვრობდა. ამაშია საქმე. ნეკრები მოტეხილი. როგორც ამბობენ, ხო? დაჟეჟილობები, უმძიმესი, ძიმე იყო იმის ყურება, რასაც უყურეთ, უბრალოდ წარმოუდგენელი იყო, თან დაკავებული ადამიანი, დაკავებამდე ცემა, დაკავების შედგემცემა. მერე მიდის ჯგუფად მიდიან, მერე ისევ მოდიან, ისევ ურტყამენ. ხო და წარმოუდგენელია, რასაც ჩვენ უყურებთ. და მე რა წერას ფაქტის ვახსენე, მინდა რომ ოპოზიციასაც ვთხოვოთ, რომ თქვენ მაინც მოიკვლიეთ ეს, როგორ გაგრძელდა ადამიანი გარდაიცვალა პირდაპირ პოლიციის განყოფილებაში და ეს ახლა არანაკლები ის არის, რა ქვია, სკანდალი, ყველა დამნაშავე პასუხი უნდა აქვს. არა აქვს მნიშვნელობა ყველამ და ძალადობაზე მით უმეტეს, ხო ამაზეა საუბარი. ხო, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ანუ ხელისუფლება ხარ ცდილობს რომ ფონი შექმნას, რომ ამ ჩვენ რეაგირებთ. იგივე მე ჩამოვყევ ხუთი ადამიანი დააკავეს. უყურეთ სისტემურობასთან დაკავშირებით მე თქვენ მოგიყევით ფაქტები, თუნდაც თავიდან მოყვეთ ეს ფაქტები და არც არის საჭირო არაერთი 170 თუ არ ვწდები დაახლოებით არ მინდა ზუსტი ციფრი დავასახელო, 100-ზე მეტი ფაქტია, როგორც ვიცი, დაზარალულად ცნობით ადამიანების დაზარალულად ცნობის, ხო? ამასთან დაკავშირებით. სისტემურობა არის, როგორც ხედავთ უკვე, ხო? აი ამ ძალადობრივი ქმედებებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ არ არის საბოლოო შედეგები დადგარი. სისტემურობაა კორუფციაში. მითხარით საკითხი მითხარით მიმართულება სადაც სისტემურობა არა. ხალხი გვეუბნება, ხალხო, უბრალოდ წარმოიდგინეთ, ხო? ესეც ხო დანაშაულზეა, სისტემაზეა საუბარი, ხო? ხალხი გვეუბნება, რომ პრემიერ-მინისტრიო, უსაფრთხოების სამსახურის უფროსიო, მისი მოადგილეო, მინისტრიო, მოადგილეებიო, ყველა კორუფციაში იყო ჩაფლობილიო. ამას აი ეს ხო სისტემურია ეს ქმედება ახლა. ხო წარმოგიდგენიათ არა? თან ვიზია საუბარი, ვისაც ქვეყნის უსაფრთხოება და ქვეყნის მომავალზე ზრუნვა უნდა ებარა, ხო და ქვეყნის მომავალი ებარა და პასუხისგებელი იყო. ეს ამ ადამიანები ხა მოგიტრიალდებიან და გვეტყვიან, რომ ტაში დაგვიკარით და კორუფციას ვებძვით, ამას გეტყვიან. თვითონ განამწევს ეს, თვითონ მიცეს ხმა, რომ ამ აღარ თანამდებობაზე ყოფილი და რაზე უნდა ვილაპარაკოთ ამას. ძალიან ბევრი ფაქტი, რომელიც მოხდა მანქანებში, ეგრეთ წოდებულ საწამებელ მანქანებს რო ეძახდა. და მაგას ვლაპარაკობ. აქციების დროს, ანუ იქ რატო ხდებოდა მანქანებში, რომ კამერებს არ გადაეღოთ. ხალხს აკავებდნენ, რაღაც მიკროავტობუსებში შეყავდათ და იქ ცემდნენ სანამ განყოფილებაში მიიყვანდნენ. ბევრი ამბობს, რომ მაგის კადრებიც არსებობს, თავად პოლიციელები იღებდნენ ამას. და შეიძლება ეს კადრებიც ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ ამ ზოგ დანაშაულს აქ უდიდესი ხანდაზმულობის ვადა წამებასთან დაკავშირებით. ხანდაზმულობა არა, აქედან გამომდინარე მინდა გითხრათ, რომ ყველა მოვადრო და პასუხსაგებს. თუ ამ ქვეყანაში არ დაისაჯდნენ მოძალადეები, ძალადობის დამკვეთები, ერთხელ და სამუდამოდ. მე ვსაუბრობ წინა ხელისუფლების დროს იმის წინა პრეცედენტი უნდა შეიქმნას, როდესაც ყველა ვინც ჩართულია საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ის კი არა, სისტემების თავრობებმა გადმოიბაროს შემდგომ, რომ არ დაჭირდება, არა, ყველამ პასუხი უნდა აგოს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიქმნას ამის პრეცედენტი, რომ კანონის წინაშე ადამიანები, რომლებიც საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადიან დანაშაულს, ყველამ კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ქვეყანას სწორი გზით განვითარება არ უწერია. დაუსჯელობის სინდრომი, ეს არის თავხედობა და თავგასულობა, რომლის შედეგებსაც ჩვენ ვნახულობთ აგერ უკვე.
კი ბატონო, და ბოლოს მაინტერესებს რომ შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი საუბარი. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ამ ქვეყანაში დაუჯერებლობის სინდრომი ერთი არის, მაგრამ მეორე მხრივ ეს წამება, ცემა, არ ვიცი, არაადამიანური მოპყრობა, ყველაფერი ეს არის უბრალოდ როგორც ჩვეულებრივი ერთი დღე პოლიციელისთვის. ანუ ჩვეულებრივი მოვლენა, მარტივად რო ვთქვათ. ამ კადრებმა ეს გვითხრა თუ არა ჩვენ რომ ეს არის მათთვის ჩვეულებრივი ამბავი. ანუ ადამიანის ცემა, ძალადობა, იმიტომ მე ასე შევეძლება დამჩა როცა კადრებს უყურებდი, რომ მათთვის ეს რაღაცა ჩვეულებრივი ამბავია. ისე მიესია მთელი განყოფილება იქ კადრებში ჩანს რომ ცემს 5 კაცი და კიდე მორბის. მორბია რომ მეც მივაყოლო წიხლიო. ახლა იქ რასაც უყურებ თქვენ იმ ადამიანებზე თუ საუბრობ, სხვა განჩდა როგორ შეიძლება გაჩნდეს ამათთან დაკავშირებით, რომ მე ვსაუბრობ მათ აქვს სუფთა დაუჯერებლობის განცდა, ხო? მათ აქვს დაუჯერებლობის განცდა. ეს პირდაპირ მიანიშნებს სისტემურობაზე ამ ყველაფრის, ხო? მარტო მათ აქვს რაღაც ჯგუფს, რომლებიც თავზე ხელაღებული, შარაგზის ყაჩაღებივით იქცეოდნენ? ამას სხვა მეტი შეფასება აქვს? მარტო მათ შეიძლება გქონდეთ? ანუ მათ აქვს განცდა იმისა, რომ არავინ დასჯის. იმიტომ რომ ესეთ შემთხვევაში უნებია მაგაზე საუბრობ, მათ აქვს განცდა, იმიტომ რომ არ ყოფილიყო საუბრობ ვიდეო გადაღება, რომ არ ყოფილიყო ამის უტყუარი მტკიცებულების სახით აღბეჭდა ფირზე თუ ვიდეო საშუალებით, დავსვათ კითხვა. სად იქნებოდნენ დღეს ეს პოლიციელები და სად იქნებოდა დაზარალებული ადამიანი, რომელიც საოცრებად თურმე კიდე დაზარალების ბრალდებული სტატუსი აქვს და ჯერ თავიდან დანაზე იყო საუბარი და დანით უნდათ პასუხისგებაში მიცემა და შემდგომ თურმე დანა ქვით შეიცვალა, რასაც ადვოკატი გვეუბნება, ხო? ამასთან დაკავშირებით არის ყურადღება მისაქცევი, ამასთან დაკავშირებით არის გამოძიება ჩასარღმავებელი, ნორმალურად რომ გამოძიება წავიდეს ადამიანმა, რომელმაც ახსენა დანა და გააჟღერა ვერსია დარწმუნებით და თქვა რომ მას დანა ქონდა, რატომ თქვა ეს, რატომ შეიცვალა, საიდან მოვიდა ყვა, ასე შემდეგ. კიდევ ეს საინტერესო ფაქტი არის, რომ ამბობ რომ გაიყვანეს, ხო, იქ ხო ჩანს რომ ნანგრევებში ცემენ, სადღაც კორპუსების უგან, ახლა გაიყვანეს რატო, რომ ქუჩის კამერა არ ყოფილიყო იქ სადმე და ქუჩაში მაგიტო არ ცნეს, უბრალოდ ჩვენ გაგვიმართლა, რომ ჟურნალისტები აღმოჩნდნენ. ბუნებრივია რომ ახლა ვიდეო კამერების და პირდაპირ ეთერში ამას არაკეთებდნენ და არ გააკეთებდნენ, სადღაც კორპუსების ბუნებრივია მას არ გააკეთებდნენ პირდაპირ ეთერში არ გააკეთებდნენ ბუნებრივია. არა, მე ამ რას უზომს, იცი რომ ეს იყო ანუ სპონტანური ამბავი, ანუ ნახე ერთი არის რომ შენ რაღაცა შეკამათება მოგივა და შეიძლება თქვა რომ პოლიციელია და მასაც არ გაუძლო რაღაცა ადამიანობამ და იქვე რაღაცა მოხდა ინციდენტი. არა, ერთ ადამიანს არ გაუძლო, ორს, ჯგუფს, თელს ნუ არ ვიცი სამართველოს რამის რაც იქ იყო მისული ხალხო. ეს მეტყველეს პირდაპირ სპონტანური ამბავი კი არ არის. ეს მეტყველეს საცემად არის წაყვანილი. ეს მეტყველეს პირდაპირ იმაზე რომ ეს არის თავგასულობა და დაუსჯელობის განცდა მათში რომ თუ ეს ყველაფერი არ გამჟღავნდებოდა ვიდეო კადრები და უტყუარი მტკიცებულებებით მათ ხელს არავინ არ მოკიდებდა. აი ამაზე არის საუბარი.